სმენია ქვის მცველთა გილდიებზე, მასონთა საძმოზე ან ტამპლიერებზე და თუ რა კავშირშია ეს ყველაფერი საფრანგეთთან. დღეს სურს საფრანგეთი დაგანახო ცოტა განსხვავებული კუთხით. გამარჯობა, თქვენ მქვია თამარ მაისაშვილი, ციხელაშვილი, საკმაოდ გრძელი სახელი და გვარი მაქვს. ცხოვრობს საფრანგეთში, ძალიან კარგად ვიცნობ მათ კულტურას, ისტორიას, ენას. ახლა ამ კადრებს გთავაზობთ ლიონის ცენტრიდან. ლიონი არის საფრანგეთის მეორე ქალაქი, საკმაოდ დიდი და ლამაზი ქალაქია ისტორიულად. მას აქვს გააჩნია ძალიან მდიდარი ისტორიული ფესვები, იქიდან გამომდინარე ქალაქი დაარსებულია. ძველი წელთაღრიცხვით 53 წელს მას გააჩნია 2000 წლიანი ისტორია. ძველი წელთაღრიცხვით მე-6 საუკუნიდან ეს ტერიტორიები დასახლებული იყო გალებით. გალები ფრანგების დიად წინაპრებად ითვლებიან. 53 წელს ძველი წელთაღრიცხვით იულიუს კეისარი იპყრობს გალიას და ლიონის ადგილას 53 წელს ძველი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში ლიონის ადგილას აარსებენ ქალაქს, რომაელების კოლონიას სახელად ლუგდუნუმი. რატომ გესაუბრებოდით ქვის მცველთა გილდიებზე? ლიონში, ისევე როგორც საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქებში, არის ძალიან მნიშვნელოვანი გოთიკური კათედრალები, რომელიც პირველად საფრანგეთში აიგო. ეს იყო, მაგალითად, ახლა კადრზე ვხედავთ გოთიკური კათედრალის წინა ფასადს. ეს კათედრალი პირველი საფრანგეთში აშენდა 1130 წელს. კათედრალი, რომელიც ლიონში არის და არის ძალიან მნიშვნელოვანი სიმბოლური დატვირთვით, ეს არის სენ-ჟენის კათედრალი. ახლა ვხედავთ ერთ დეტალს, არის გიგანტური კათედრალი, უმნიშვნელოვანესი, არის ძალიან სიმბოლურად ძალიან დიდი დატვირთვით. ეს არის ძველი ქრისტიანული სალოცავები, რომელიც ამ ადგილას იყო მეორე საუკუნეში და სწორედ იმ ადგილას, მაგ ადგილას ააშენეს შემდეგ ეს კათედრალი, რომელსაც ახლა კადრში ხედავთ. კათედრალის მშენებლობა დაიწყო 1175 წელს და დასრულდა 1480 წელს. 310 წელი, 305 წელი გრძელდებოდა კათედრალის მშენებლობა. სენ-ჟენის კათედრალი, ისევე როგორც ყველა დანარჩენი კათედრალი, რომელიც იგივე მე-11-მე-12 საუკუნეებშია აშენებული, სრულიად განსხვავდება მოგვიანებით აგებული